მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, პატიმრობაში აიყვანეს კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ის დააპატიმრეს იმის გამო, რომ თავის დროზე არ ითანამშრომლა საპარლამენტო, ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან და შემდგომში უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. თუ ჩვენ ფორმალური კანონის დონეზე ვისაუბრებთ, თითქოს ეს დაპატიმრება გარდაუვალი იყო, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მართვის გარკვეული აბსურდული ტაქტიკა აირჩია, როდესაც თავის სურვილებს აქცევს კანონებად, უკანონო სურვილებს შეიძლება ითქვას, ანუ უკანონობას აკანონებს და ამის შემდეგ კანონიერად აცხადებს თავის განუკითხაობას და თავის ამ რეპრესიულ პოლიტიკას საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ლიდერებზე იქნება ეს, სამოქალაქო აქტივისტებზე თუ საერთოდ ნებისმიერ ადამიანზე და აი ამის ერთ-ერთი ეპიზოდი ვიხილეთ ჩვენ გუშინ. ეხლა იყო გარკვეული მოლოდინი, რომ შეიძლება არ დაეპატიმრებინათ, ეს ჩემის აზრით ძალიან მიამიტი გაგებაა პოლიტიკის. ხელისუფლება გარანტირებულად დააპატიმრებდა გუშინ ზურაბ ჯაფარიძეს, არა იმიტომ რომ უნდოდა, ხო, ეს არ არის ხელისუფლების სურვილი, არ არის მათთვის კომფორტული ამ ტიპის დაპატიმრებები, ესეც უნდა გვესმოდეს, მაგრამ სამწუხაროდ მან თვითონ მოიჭრა უკან დასახევი გზა. ის აქცენტს აკეთებს აი ამ ავტორიტარიზმის გამყარების გზაზე, მხოლოდ ძალის დემონსტრირებაზე, სისუსტის გამოვლინება მისთვის კატასტროფის ტოლფასია და შესაბამისად გუშინდელი დაპატიმრება ფაქტობრივად იყო იძულებითი ნაბიჯი. მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია რომ მოათვინიეროს ესა თუ ის აქტივისტები, სამზარეულოში შეაბრუნოს უკან პროტესტი და ესე რომ ვთქვათ არ დაჭირდეს ასეთი რადიკალური ზომების მიღება, მაგრამ სადაც ეს არ გამოსდის, ის იძულებულია რომ წავიდეს აი ამ მისთვის არც თუ სასიამოვნო გზით და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ რომ ეს პროცესი ასევე გაგრძელდება, ხო? უკან დასახევი გზა მოჭრილია, ხიდები დამწვარი აქვს ხელისუფალს, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები არ აქვს მაინც და მაინც სახარბიელო მათ შორის პირველ რიგში საერთაშორისო გაგებით, მაგრამ მხოლოდ წინ უნდა იაროს, მხოლოდ ძალის დემონსტრირება უნდა ესე რომ ვთქვათ მოახდინოს ყოველწუთიერად, მუდმივად შეტევაში უნდა იყოს იმისათვის, რომ ემანდ და ვიღაცამ არ ჩაუთვალოს სისუსტეში და არ ჩამოიშალოს ის ესეთი რუდუნებით ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, აგებული რეპრესიული სისტემა. აი ესეთი ძალიან სახიფათო მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებისთვის რაღაც პოლიტიკური ლოგიკის მოთხოვნა უკვე აზრსაც კარგავს, ხო, გამომდინარე იქიდან რომ თუ ადრე ისინი ზრუნავდნენ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, იქ მერკანტილური მატერიალური ინტერესები ჰქონდათ და ამ მიმართულებით მოქმედებდნენ, დღეს ფაქტობრივად გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ღრმად შეტოპეს მათ ფიზიკური შიში გაუჩნდათ პასუხისგებლობის დადგომის აი ამ ყველაფრის გამო. იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ძალაუფლებას დაკარგავენ და შესაბამისად, როგორც გალიაში გამოწყდეული მხეცი ხელისუფალი დღეს მოქმედებს ინსტინქტებით, გათიშული აქვს აზროვნება და თვითგადარჩენის ინსტინქტია მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც მას უბიძგებს კიდევ უფრო და უფრო მეტი განუკითხაობისკენ, იმიტომ რომ სხვა დაცვის საშუალებას, თავდაცვის საშუალებას, საკუთარი უსაფრთხოების და კეთილდღეობის შენარჩუნების გარანტიებს სხვაგან ვეღარ ხედავს, ამიტომ იძულებულია რომ გადადგას აი ესეთი რადიკალური ნაბიჯები. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ თუ რაღაცა შემაკავებელი სერიოზული ფაქტორები არ გაჩნდა, აი ეს სპირალი კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო
მეტ განუკითხაობას მოითხოვს სისტემა, რასაც ქვია ბულემიიდან გამომდინარე, ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ბულემიიდან გამომდინარე და ვითარება კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ საჭიროა რომ რაღაც შემაკავებელი ფაქტორები გაჩნდეს, რისი უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ შიგა და გარე ზემოქმედების ელემენტებისგან გარკვეული სინერგიის გაჩენით. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.